მოგესალმებით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ამიერიდან ყოველი თვის ბოლოს შემოგთავაზებთ ეროვნული ლიგის შემაჯამებულ გადაცემას, სადაც ვისაუბრებთ განვლილ მოვლენებზე და რაც მთავარია მაყურებელი სწორედ ჩვენგან გაიგებს ყოველი თვის საუკეთესოებს, საუკეთესო ფეხბურთელს და საუკეთესო მწვრთნელს. საღამომშვიდობის, მეც მოგესალმებით, ეროვნული ლიგის მიმოხილვას ტრადიციულად ნია წივწივაძე და მე დათო მინაშვილი უძღვებით, მაგრამ გვაქვს სიახლე, ძალიან საინტერესო სიახლე, ამერიდან ჩვენთან ერთად იქნება ცოტა უჩვეულო ამპლუაში მისთვის, მაგრამ ვფიქრობ საინტერესო გამოვა, წარმოგიდგენთ ვეტერან ფეხბურთელს ლაშა სალუქვაძეს. ლაშა, საღამომშვიდობის და მადლობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართალია, ბრძანეთ, მართლა უცხო ამპლუაში ვიმყოფები. ვეცდები ყველანაირად პოზიტიურად წავმართოთ და, რა ვიცი, ვილაპარაკოთ ფეხბურთზე, რაც ჩვენთვის მართლა ყველაზე სასიხარულოა ჩვენ ქართული ფეხბურთი და თუმეტეს ეროვნული ლიგა, ასე რომ ვეცდებით ყველანაირად. ძალიან კარგი. მაშინ მე აქვე სადამ უშუალოდ ეროვნულ ლიგაზე დავიწყებდით საუბარს, გეტყვით რომ კიდევ ერთხელ მინდა დავაკონკრეტო, როგორც ნიამ თქვა, ჩვენი გადაცემის ფორმატი ამიერიდან ყოველი თვის ბოლოს გვექნება გადაცემა. ლოგიკურად ამ ფორმატით ჩვენ უნდა გავსულიყავით უკვე და გადაცემა გაგვეკეთებინა მარტის ბოლოს, მაგრამ ყველასათვის ნაცნობი მიზეზის გამო მარტის ბოლო ტური, არამხოლოდ ბოლო ტური და არამხოლოდ საფეხბურთო ჩემპიონატი გადაიდო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო და ამიტომ ვარჩიეთ რომ გაგვეერთიანებინა მარტი და აპრილი და სწორედ ერთად გვესაუბრა ამ ორ თვეზე, ამ 9 ტურზე და შემდეგ უკვე როგორც შეგვერდით ვისაუბრებთ უკვე ყოველი თვის ბოლოს და გვექნება ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემები იმისათვის რომ მიმოვიხილოთ ჩვენი ეროვნული ლიგა. კი, ნამდვილად და მარტი-აპრილი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ქართული ფეხბურთისთვის და ბევრი სალაპარაკო დაგვიკროვდა მოკლედ სამივეს ერთად და დღეს გადაცემაში ორი ნაწილი გვექნება. პირველ ნაწილში ეროვნული ლიგის პირველი ორი თვის მთავარ მოვლენებს გავაშვებთ, შევაჯამებთ, ვისაუბრებთ გამორჩეულ მატჩებზე, ნახავთ საუკეთესო გოლებს. მეორე ნაწილში კი საკლუბო ფეხბურთის მთავარ მოვლენით თემურ ქეცბაიას დაბრუნებას დინამო თბილისში, ის გვეყოლება სწორედ დღეს სტუმრად და ამას ყველაფერზე ვისაუბრებთ მასთან ერთად. მაგრამ მანამდე მოდი მიმოვიხილოთ განვლილი ორი თვე. მანამდე ვისაუბროთ იმ 9 ტურის შესახებ, რომელიც უკვე გავიდა და ლაშა დავიწყოთ საუბარი. ხედავდით ყოველთვის, დადიოდით ეროვნული ლიგის მატჩებზე, ესწრებოდით და პირველი შთაბეჭდილება მინდა კითხოთ, რამდენად კარგი გამოდგა სტარტი ეროვნული ლიგის, აი ეს განვლილი 9 ტური. თუ შეიძლება სანამ ეროვნულ ლიგაზე ვილაპარაკებ, შემთხვევით მინდა ვისარგებლო. დღეს გავიგეთ რომ 20 წლამდე ნაკრები ჩვენი საქართველოს და სასოფლო უმასპინძლებს და ეს ჩვენი ფეხბურთის ძალიან დიდი მოვლენაა და ამაზე ალბათ ცალკე უნდა ვისაუბროთ. საქართველოს ეს ბიჭების დამსახურებაა, ეს შემთხვევით არ მოხდა რა, იმიტომ რომ ჩვენც ევროპაზე როცა ვითამაშეთ, კარგად წარმოვაჩინეთ თავი და ჩვენმა გუნდმა, რომელსაც არ ელოდებოდა შეიძლება ბევრი, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა ვასახელა და ამიტომ ჩვენი ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდია და ლაშამ დაგვასწრონია და ალბათ აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ ეს ფედერაციის დამსახურება არის იმ მუშაობის და დიდი мотиваცია ახალგაზრდა თაობისთვის და რა ვიცი. და პლუს ამას ალბათ ის კარგად ჩატარებული 21 წლამდე ჩემპიონატი არის მთავარი მიზეზი იმის რომ უკვე გაცილებით უფრო სერიოზული ტურნირის ჩატარება გვანდეს. და შეეხება ეროვნულ ლიგას მე ვადევნებ თვალყურს, ძალიან დაძაბული თამაშები მიდის. თითქმის ყველა გუნდს აქვს თანაბარი შანსი, იმიტომ რომ ბოლოდან პირველზე განსხვავება ძალიან დიდი არ არის. სულ რაღაც 10 ქულა არის, როგორც ვიცი. რაც შეეხება დებიუტანტ გუნდებს, ჯერჯერობით მართლა კარგად წარმოაჩინეს თავი და პირველი სეზონი არის მაგათთვის და მე ვფიქრობ ძალიან კონკურენტული გუნდები აღმოჩნდა ლიდერზე ვთქვათ იბერია, რომელიც უკვე ზედიზედ ორჯერ ჩემპიონი იყო და ყოველთვის არის ხოლმე საუბარი იმაზე რომ რთულია ჩემპიონი გუნდისთვის თავიდან სტარტის აღება ფეხბურთელებისათვის თან შეიცვალა რაღაცები და იბერია რომელიც კვლავ პირველ ადგილზეა. რა თქმა უნდა რთულია თან მით უმეტეს წამყვანი ფეხბურთელები წავიდნენ მამაგეიშვილი თავდასხმელი იყო კიდე დიდი ზალა იყო. მწვრთნელი შეიცვალა ახალგაზრდა პერსპექტიული მწვრთნელი ყავს ძალიან. და იმედი მაქვს მე რომ ევროტურნირებზე არა მარტო იბერია, ჩვენი ქართული გუნდებიც კარგად წარმოაჩენენ თავს და წელს, რა ვიცი, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მართლა გაგვახარებენ და ძალიანად ეროვნული ლიგასაც ეს ეროვნული ლიგისთვისაც ეს ძალიან დიდი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ევროპა ლიგა იქნება თუ ღმერთმაგნა ჩემპიონთა ლიგა, ეს ძალიან დიდი мотиваციაა ძალიანად ეროვნული ლიგისთვის.
სეზონის აღმოჩენებზეც გადავიდეთ, ფეხბურთელებზეც ვისაუბროთ. მოდი, გავიხსენოთ ფეხბურთელები, რომლებიც აი ამ მიმდინარე 9 ტურში შენ დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად და მოდი თქვათ, რომ რაღაც არ ელოდი მის ესე 9 ტურს, ეს შემაჯამებულ 9 ტურს მისგან. მოდი ვისაუბროთ ქართულ ფეხბურთელებზე ჯერჯერობით. ხო, არის რამდენიმე კარგი ფეხბურთელი არ მინდა ხა გამომჩეს, მენთეშაშვილი ორიდან. ნუ პარტიშულზე აღარ ვიძახი, იმიტომ რომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ რა ვიცი, ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველებენ და ამიტომ არიან კიდე რამოდენიმე კარგი ფეხბურთელები, ხა სახელი და გვარი ბევრის არ მახსოვს, მაგრამ ნუ არიან ისეთ ფეხბურთელები, მართლა რომელსაც ბევრი ლეგიონერიც ცოტა ხანში ალბათ ეროვნულ ლიგასაც, ეროვნულ ნაკრებსაც შეავსებენ და ნუ ჩვენთან ნიჭი არის და სულ იქნება როგორც ყოველთვის და ასე რომ დიდი იმედი მაქვს შევსება იქნება ეროვნული ლიგიდან. ისე უკვე ნახსენებ მომავალ სოფლიო ჩემპიონატზე ბარტიშვილის ასაკია ზუსტად და ერთ-ერთი ალბათ ეს ფეხბურთელი უნდა იყოს, რომელიც ულიდერებს თავის ნაკრებს სხვა ფეხბურთელებს. დარწმუნებული უფრო მეტი გამოჩნდება. და მით უმეტეს ახლა კიდე ახლა კვარაძმა ახლა როგორც გავიგეთ ქეძმამაც რამ ნიშნულობა აქვს ახლა 16 წლის იქნება 15 წლის სწორად აღნიშნავ თემომ, იმიტომ რომ თუ ფეხბურთელი ნიჭი აქვს და ეკუთვნის, რა ვიცი, რატო არ შეიძლება 16 წელს რო გადავიდეს და კლუბისთვის პროდუქტიული იქნება. ძალიან კარგი რომ თემომ დააწინაურა და ნახოთ. კარგი არის, რა ვიცი. იმედი აქვს ჩვენ ნახოთ ერთად ყველა. პოზიტიურია. მოდი ნიათ ჩვენ თქვათ უკვე ვინ არის პირველი ეტაპის ორი თვის მოდი ესე ვთქვათ გაერთიანებული. აპრილია ჩვენ ეკრანზე შეგვიძლია ვნახოთ ეს ფეხბურთელი თუ ვინ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი მისი გატანილი გოლები ბუნებრივია და თავიდანვე გეტყვით რომ ეს არის იბერიას ფორვარდი ლაშამაც ახსენა მისი წარმატებული თამაში მიმდინარე სეზონში ამირან ზაგანია 4 გოლის გატანა მოახერხა მან თან ზედიზედ ეხლა მეშახტესთან ეს პირველი ტურის მატჩია, მაგრამ გადადებული თამაში იყო და ზედიზედ პირველი და შემდეგ უკვე მე-7 მე-9 ტურის თამაშები ერთდროულად თანმიმდევრულად გაიმართა და აქედან გამომდინარე ზუსტად შეიძლება ვიღაცამ ჩახედოს წყლში და მოეჩვენოს როგორ ზედიზედ, მაგრამ ასე იყო მეშახტეს დინამო ბათუმს, სპაიერს და რუსთავს გაუტანა. ხათაშორის ისეც აღნიშნოთ რომ გასულ სეზონში მოვიდა იბერიაში მეორე სეზონია რაც იბერიას მოვიდა. თავიდან, ნუ რა თქმა უნდა გაუჭირდა სასტარტოში დამკვიდრება. კი. გამოცდილებასაც რომ დააგროვებს, ახლა უფრო მეტად კარგად წარმოაჩენს ალბათ. და გასული სეზონის თავარი მოვლენა იყო ალბათ აქ ამ სტადიონზე, აი იმ კარში გატანილი დინამოსთან გოლი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა ერთ-ერთი საჩემპიონო ბოლაში და ნუ არ ვიცი ხა ამ ფეხბურთელზე რა უნდა თქვა, თუ დაამატებ თქვენ რამე დაიმსახურა მან და კონკურენტები ყავდა რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი იგივე აუცილებლად აღნიშნოთ მამუჩაშვილიც, ქუთაისის კაპიტანი ტორპედოსი მამუჩაშვილი თუნდაც, იგივე ლაშა მენთეშაშვილი გორიდან როგორც თქვით და არიან ბევრი კარგი ფეხბურთელი ბევრია და კონკურენცია იყო და კარგია ეს კონკურენცია, თანაც ალბათ ისიც არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომ მისი გუნდი პირველ ადგილზეა და ლიდერია. ალბათ ესეც მოქმედებს. კი, ნუ ტორპედო ქუთაისმ ცოტა რთული სტარტი ჰქონდა და მაგრამ ბოლო თამაშებში უკვე გამოიკვეთა, რომ ისინიც იქნებიან ჩემპიონობისთვის, გაიწევიან ასე ვთქვათ, ფეხბურთის რო ვახსენოთ, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, იმიტომ რომ ქუთაის ტორპედოს ამის ძალა ნამდვილად აქვს. და თვის საუკეთესო მწვრთნელიც უნდა დავასახელოთ. ნუ რაც შეეხება თვის საუკეთესო მწვრთნელს, აქაც არის ყოველთვის და ერთი რაღაცას მინდა ხაზი გაუხსო, ყოველთვის არის ხოლმე კითხვები, ვინ, რატო, ეხა პირველი ადგილი გასაგებია, ნუ ქულათა რაოდენობის მიხედვით, მაგრამ არის რაღაცა სხვა ფაქტორებიც, ხოლაშა დამეთანხმები ალბათ, რომ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც პირველ ადგილზე იყოს, თან ეს ხო გარდამავალი პერიოდია, პირველი წრე დასრულდა და ეროვნული ლიგამ გადაწყვიტა, რომ საუკეთესო მწვრთნელი არის გია ცეცაძე. რუსთავის დებიუტანტი გია ცეცაძე, რომლის გუნდის ამ მომენტში მესამე ადგილზე აი იგივე ეს თუმცა მე ლადო ბურდულსაც გამოყოფდი, იმიტომ რომ მართლა ისეთი ბრძოლისუნიანი გუნდი დებიუტანტები ძალიან კარგად გამოიყურებიან, სპაიერიც ასევე. კი ბატონო. და ნუ პოზიტიური კიდე ის არის ჩვენ ჩემპიონატში რომ ახლა ესეთი დონის მწვრთნელი დაბრუნდა თემო კეძბაია ულოცავ დაბრუნებას ცალკე ვისაუბრებ. ნუ ვისაუბრებთ. მათთვის სტიმულია, სხვა მწვრთნელებისთვის სტიმულია, როცა არა, მე რას ვამბობ, რომ კონკურენცია უფრო ჩამოყალიბდება ახლა და უფრო მოგების სურვილი უფრო მეტად იქნება. ხო, ცეცაძეს რაც შეეხება, ხა წარდგენა ალბათ ნაკლებად არის მისი, რადგანაც მას ძალიან ბევრ გუნდში უმუშავია საქართველოს ჩემპიონის ყოფილა, სუპერთასი მოუგია სანაკრებო გამოცდილებას და შენ გქონდა კვეთა ცეცაძესთან კლუბშიც და ნაკრებშიც. მე კლუბშიც მომიწია ცოტა ნაკრებშიც მომიწია ცოტა ხანი, მაშინ ცხადაძესთან ერთად ვიყო და გორის დილაში მომიწია.
მართლა ისეთი ტაქტიკურად გამართულილად ათამაშებს მას და ნიჭიერი თაობის მართლა ის არის რა თქმა უნდა შეუძლია აღმოაჩინოს მართლა ისეთი ბევრი ახალგაზრდა დაუწინაურებია ესე შეგვიძლია და მართლა ნიჭიერი მსმენელია და სრულიად დამსახურებულად ალბათ მოიპოვა ეს ჯილდო თუ ალბათ სეზონის საწყის ეტაპზე ვერ იფიქრებდა ბევრი არა რუსთავის მაინც ესეთ დაწყებას და თან მესამე ადგილზე ყოფნას ყველა იბერიასაც მოუგო მათ შორის და ყველა მოუგო და ტორპედოსაც მოუგო სამივე გასული სეზონის პირველ სამ ადგილზე გასულ გუნდს მოუგო დინამოსთან ფრეთი თამაშა და ის ორი თამაში რომელიც ცოტა უცნაურის იყო ის წაგებები ორივე თამაშზე მომიწია არავინ არ ელოდებოდა ახლა რუსთავისგან ახლა ესეთ თამაშებს ასე რომ უნდა ველოდოთ რომ ძალიან საინტერესო განვითარება იქნება უკვე ხვალ იწყება შემდეგი წრე მეორე წრე ძალიან საინტერესო მატჩები გველის და აქვს მე მგონი უნდა ველოდოთ კიდე უფრო უკეთეს თამაშებს. კი, უკეთეს თამაშებს და თან იმდენად ცოტა არის სხვაობა ქულების მხრივ თითოეულ გუნდს შორის, რომ გადაწყვეტილი არაფერი არ არის, ჯერ მხოლოდ პირველი წრე დამთავრდა და რა თქმა უნდა, რომ ყველას აქვს ბოლის შანსი. და პირველ წრეში ხო მე ვიმედოვნებ, რომ ეს დაძაბულობა უფრო ხარისხის გადაიზრდება დროთა განმავლობაში და ხარისხი გამოვლინდება ყველაფერი და ეს მე ხარისხი გვაჩვენებს ალბათ ევროტურნირებია მთავარი შემოწმებელი ამ ხარისხის და ხო აი ეს რაც თავარია ჩვენ ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში ვნახეთ ძალიან ბევრი საინტერესო გოლი. ჩვენ არ ვასახელებთ თვის ან პირველი წრის ან რაღაცა შუალედურ საუკეთესო გოლს, მაგრამ მაინც შემოგთავაზებთ ამ გოლებს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ამასაც დავაზუსტებ, როგორც იცით, ყოველი სეზონის ბოლოს გულშემატკივარი ირჩევს სეზონის საუკეთესო გოლს გამოკითხვით, მაგრამ ჩვენ ამოვარჩიეთ 10 გოლი, რომელიც მარტსა და აპრილში გავიდა და ამ 10 გოლს გთავაზობთ და შემდეგ უკვე დავბრუნდებით ჩვენ სტუმართან ერთად და განვაგრძობთ საუბარს გადაცემაზე. ახლა კი ვნახავთ ეს გოლები.
მოგიბრუნდით ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი და ჩვენი სტუმარი იქნება დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია. თხოვთ. მომოჯოს. მოგესალმებით. საღამო შიტავისა. დაბრძანდით. მადლობა პირველ რიგში რომ ახალი პოზიცია მაქვს. ახალი პროფესია დავაბრუნეთ ქართულ ფეხბურთში. ლაშა სალუკვაძეს და თქვენს დაბრუნდით ქართულ ფეხბურთში. თემურ დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისათვის და მაი თქვენ დაბრუნებას უნდა შევეხოთ რა თქმა უნდა. ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა სხვა კლუბის გულშემატკივრებშიც კი და ძალიან ბევრი აცხადებს რომ ისინი დაბრუნდებიან მოედანზე თემურ ქეცბაიას კლუბის სანახავად და პირველი მაგალითი იყო წყალტუბოში, როდესაც მოდი პირდაპირ თქვოთ მე ამდენი გულშემატკივარ იმ სტადიონზე არ მინახავს შე. არა, მეც ძალიან ისეთ ფილად შეხვდნენ წყალტუბოში. პრინციპში სამი ქულად წამოვიღეთ, ისე რომ გახარებულები წამოვედით იქიდან რა. მართლა შეიძლება ბევრი შენსანახავად იყო. არ ვიცი ვის სანახავად იყო, თავარი იყო ჩვენთვის რომ ახალი დაწყება მოგებით დავიწყეთ და რა ვიცი აჟიოტაჟი რა სიმართლე რომ გითხრა მე იმდენმა დამირეკა იმდენმა SMS-ი მომწერა იმის ნახევარი რო სტადიონზე მოვიდეს ალბათ გულშემატკივრის პრობლემა არ გვექნება რა აგველება და დინამოც დაიბრუნებს იმედია რომ დინამო თავის სახელს დაიბრუნებს რა პრინციპში მაინც ახლა თბილისის დინამო შეიძლება ახლა ყველა რაიონს ყველა ქალაქს თავისი გუნდი ყავს მაგრამ მაინც თბილისის დინამო მაინც მთელი ქვეყნის გუნდია ამიტომ ესეთ მდგომარეობაში არავის არ უნდა თბილისის დინამო ნახოს იმედია რომ ამას ჩვენ მოვახერხეთ რომ შევცვალოთ კარგი დაწყება ქონდა და იმედია რომ ესე გავაგრძელებთ რა არის თუ არა გარკვეულად უფრო დიდი წნეხი, როცა ქართულ კლუბში მუშაობ და ქართულ კლუბს, უმეტეს დინამო თბილისს. ახლა ჩემთვის ეს პირველია, ახლა თუ იმას არ პარალელს ხარ გავავლებ ეროვნულ ნაკრებთან. ეროვნულ ნაკრებთანაც სამწუხაროდ ის ვერ გავაკეთე, რასაც ჩვენგან გულშემატკივარი ელოდა. რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლო ის არის რა ქვია, ჩემთვის ახლა თბილისის დინამო ეს ჩემი გუნდია, აქ გავიზარდე. ამ გუნდმა მომცა იმის საშუალება რომ ის მიზნები რა მიზნებიც ჰქონდა ჩასახული ახალგაზრდობაში ეს ყველაფერი რომ მოხდა წნეხი ყოველთვის არის არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში ხარ თუ უცხოეთში ხარ ყველგან თან კარგად მიდის საქმე როცა თამაშებს იგებ და რომ მოიგებ თამაშებს ყველგან ერთი და იგივეა რა პრინციპში ახლა ჩვენთვის პრობლემა ის არის რომ ამ ხელა სტადიონზე ვთამაშობთ და პრინციპი გულშემატკივარი არ დადის სტადიონზე და იმედია რომ შეიცვლება და გულშემატკივარი მოვა რა ვიცი იმედია თქვენ აღნიშნეთ რომ ბევრი შემოთავაზება გქონდათ არჩიეთ დინამო და აი ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ აი თავარი ფაქტორი რა იყო რამაც კლუბის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გადაგაწყვეტინათ რომ თქვენ ჩამოსულიყავით, გადაგედგათ ეს ნაბიჯი და გამختارიყავით დინამოს წვრთნელი. ჩვენ ბევრჯერ ქონია ლაპარაკი გუნდის პრეზიდენტთან, მაგრამ სულ ვდებდით ხოლმე ამ ლაპარაკს, რომ აი მოვადრო და რაღაცა შეიცვლება და მე შეიძლება ერთმანეთს დავილაპარაკოთ და ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება. მე რაც გუნდიდან წამოვედი იმის მერე მეორე დღეს უკვე თბილისში ჩამოვედი და გამიგზავნდა აქ დარჩენა უკვე მესამე თვეა ამდენი ხანი საქართველოში არ ყოფილვარ რაც წავედი იმის მერე და კიდო შევხვდით რა ტელეფონ დამირეკა და შემომთავაზა ეხლა ისეთი დრო არისო რომ შეიძლება ამ თემაზე ლაპარაკი ჩვენ ვეცდებით ყველანაირი პირობები შეგიქმნათ პირობები ჩემი კი არა ის პირობები რომ რაც კლუბს ჭირდება კლუბში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი არის პერსპექტიული ფეხბურთელი ამ ფეხბურთელებს ჭირდება ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები რომლებიც დაეხმარებიან რა თქმა უნდა გუნდი სწორ დგას დაადგეს და რა თქმა უნდა ჩვენ რა გვინდა რა ჩვენ გვინდა რომ თბილისის დინამომ თავისი სახელი დაიბრუნოს თბილისის დინამო იყოს ის თბილისის დინამო რაც ქართულ გულშემატკივარს და თბილისის დინამოს გულშემატკივარს უნდა.
აი თქვენი საყნიშეთ რომ ბოლო თვეები საქართველოში იმყოფებოდით და ბევრჯერ დაგინახეთ სტადიონზე იყავით და აი ზოგადად ეროვნულ ჩემპიონატზე რა შთაბეჭდილება გაქვთ? რა პირველი თამაშები დინამოს თამაშებს ესწრებოდით რამდენიმე თამაშის წინ და აქედანაც ნელ-ნელა გავრცელდა ჭორები რომ აი კეცბაია უკვე დინამოში მოდის და ზოგადი შეფასება რა არის რაც ნახეთ ჯერჯერობით ეროვნული ლიგა რას? ნუ როგორც უყურებ ჩემპიონატი საინტერესოა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ დონე იმ დონეზე არის რომ სამწუხაროდ ჯერჯერობით ის დონე არ არის. ნუ რა მიზნებისთვის იბრძვის ის გუნდები, რომლებიც ევროპაზე თამაშობენ, იმიტომ რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ფეხბურთის განვითარებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროტურნირებზე მოხდე და სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოახერხეთ უკვე რამდენი წელიწადია, უკვე 20 წელიწადია. ამას ტელევიზორიდან უყურებთ და ეს გვინდა რომ შევცვალოთ რა. ნუ როგორც გითხარით ბატონ რომან ფიფიასთან მქონდა მაგაზე ლაპარაკი რომ ჩვენ თუ დავიწყებთ ერთად მუშაობას, ჩვენი მიზანი არის პირველ რიგში თბილისის დინამო დაუბრუნდეს ჩემპიონატს, რა თქმა იმას, რა თქმა უნდა, ზედა ნაწილს, ხო, ნუ პრინციპში ეს თამაში დაგვეხმარება ამაში და რა თქმა უნდა მომავალში რომ უკვე ევროტურნირებზეც ვიფიქროთ, მაგრამ ნუ ჯერ ამაზე ნაადრევია ლაპარაკი და არ ამგონია რომ ახლა ყველაფრის შეცვლა შეიძლებოდეს ამის შეცვლა ერთ კვირაში და ერთ თვეში. ნუ მაგრამ ნუ როგორც მაგისგან მოვისმინე ის რაც მაინტერესებდა რომ დაინტერესებულია და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ეს პირობები შევქნათ რომ ჩამოიყვანოთ ის უცხოელი ფეხბურთელები რომლებიც დაგვეხმარებიან ამ ევროტურნირებზე. აი მეტოქეებზეც მინდა კითხოთ ტორპედო, დილა, იბერია, აი მათგან აი მათ შესახებ რას თქვით ახლა? ბუნებრივია, როდესაც გადაწყდა რომ თქვენ დინამოსწრელი იქნებოდით, ალბათ ნახეთ თამაშები, აგროვებდით ამ კლუბების შესახებ ინფორმაციას, უყურებდით ვინ როგორ თამაშობს და როგორ შეაფასებდით და ვის მიიჩნევთ თავარ კონკურენტებად ეროვნულ ლიგაში? ნუ ახლა პრინციპში მე ქუთაისის ტორპედოს თამაში ვნახე, მკერდზე ვიყავი, როცა ისინი ომონიასზე თამაშობდნენ, სიმართლე გითხრათ, ძალიან სუსტად იქაც და აქაც იმ გუნდიდან კიდო ბევრი, ნუ ზოგი წამყვანი ფეხბურთელები წავიდნენ, ახლა არ ვიცი რა სიტუაცია ქუთაისის ტორპედოს პრინციპში რას ერთი კვირა გუნდში ვარ, ნუ დამჭირდება იმის დრო, რომ ყველა გუნდი უფრო კარგად გავიცნო. ჯერ ჩვენი გუნდი უნდა გავიცნოთ პირველ რიგში კარგად და მე უკვე სხვა გუნდებზე ვილაპარაკოთ, ესე რომ საინტერესო ჩემპიონატია, მაგრამ ნუ ახლა ხო რო უყურებ ჩემპიონატს, ვინ მისუგებს ვერ გაიგებ რა, რა ქვია, ისეთი სიტუაცია ხარისი რო გადაიზრდება, ეს უფრო კეთილს იქნება, აი პირველ 4-ში არის ორი გუნდი, რომელიც წელს გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში, ესე რომ საინტერესო ჩემპიონატი იქნება, მე მგონი ბოლომდე რა. აი თქვენ დაბრუნებაზე რო თქვა, მე ვკითხავ, ხო, რამდენად იმოქმედა იმ ფაქტორმა, რომ აი თქვენ ჩამოდიოდით საქართველოში პერიოდულად და აი მოედნებით თუნდაც, რადგანაც როდესაც ნაკრების წვრთნელი იყავით, ამაზე პრობლემად იყო საუბარი. კი, პრობლემა ჰქონდა. მაგრამ დღეს 10-ვე გუნდი, სადაც თამაშობს, ყოველ შემთხვევაში მოედნის საფარზე ვერაფერს ბაზები გაკეთდა მოედნებით. აი ამის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია და როგორ შეაფასებთ? კი, იმაშიც რა ქვია, წყალტუბოში რო ვიყავით, ისიც ფეხბურთის ფედერაციის გაკეთებული სტადიონია და ძალიან კარგი მინდორი იყო. ნუ მოედანი პატარა, მაგრამ ახლა როგორც იძახიან, იქაც ახალი სტადიონი აშენდება, ძალიან კარგია ეს და ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის ფეხბურთელებისთვის, რომ კაი მინდვრებზე ითამაშონ და ეს ყველა ეს პრობლემა რაც იყო წინათ, ეს უკვე მოხსნილია. ნუ ეს ფედერაციის დამსახურებაა და ნუ რა თქმა უნდა დიდი მადლობა მაგათ რომ ფეხბურთელებს ეძლებათ იმის საშუალება რომ კაი მინდვრებზე ითამაშონ რა. რომ უფრო უკეთესად ითამაშონ და თავიანთი ტალანტის უფრო მეტად გამოამჟღავნონ. და იმ პერიოდში იყო მე მახსოვს თქვენი ერთ-ერთი ინტერვიუ გაშუქებაზე ეროვნული ლიგის, მაშინ 1-2 თამაში მაქსიმუმ შეიძლება გადაეცა ტელევიზიას. დღეს აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა და თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერს ახლა თქვენ როგორც მთავარსოს ყველა თამაში იხილოთ, რომელიც მოგესურვებათ. ეგეც ნუ კარგია, აბა უნდა ნახოს ხალხმა, რა ქვია, ფეხბურთი, აბა სტადიონზე თუ არ დადის ტელევიზორში მაინც ხომ და ჯობია სტადიონზეა. ჯობია სტადიონზე იაროს, მაგრამ ნუ სამწუხაროდ არ არის და იმედია რომ შეიცვლება რა, ნუ რა ვიცი
უგულშემატკივრო ძალიან ძნელია ფეხბურთელისთვის მინდორზე გამოდის და ამ ხელა სტადიონი და გულშემატკივარი არ არის რა. ნუ იმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ უყურებენ სავაგარედან მთელი სტადიონები, რომ გადატენილია გულშემატკივრებით, ეხლა ეგეც ანდიზდება ფეხბურთელის რა. თვითონ ფეხბურთელისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ გაიზარდოს, რომ რაღაცა უფრო გაუხარდეს, უფრო მეტი ის იყოს, რა ქვია იმას გულშემატკივარი რო გულშემატკივრობს რა, ძალიან დიდი რეგიონებში შედარებით მაინც უფრო მეტია თბილისის სერიოზული პრობლემა. თბილისის სერიოზული პრობლემაა კი. რა ვიცი ახლა მე აქ რომ მოვედი იმდენი ის გქონდა რა ქვია მას ტელეფონი და იმდენი ის რა ქვია ყველა თუ მოვიდა გაივსება ყველა თუ მოვიდა მეთქი პრობლემა მოხსნილია რა. არა ძალიან სასიხარულოა ხა კეცბას დონეს მწვრთნელი ხა საქართველოში დაბრუნება თუმეტეს დინამოში კეცბას ხასიათი კეცბას ლაში შენ როგორ გაიხსენებდი როგორც მთავარწვრთნელს? ვაი მაგას მომბო კაგრას დისციპლინებული ხასიათი მკაცრი ეს ჭირდება ახალგაზრდა თაობას და мотиваციასაც მიცემს ხა კაგრას ჩვენ ცოტა ქართველებს გვიყვარს ცოტა ამიტომ კეცბასნაირი მე ვფიქრობ რომ წაადგება დინამოს და მთლიან ქართულ ფეხბურთს და ეროვნულ ლიგას ასე რომ ძალიან მოხარულები ვართ. ზოგადად ეროვნულ ლიგაში თქვენერი ფიგურის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი არის ხომ ეროვნული ლიგისთვის, ქართული ფეხბურთისთვის, იგივე თუნდაც აბაკანკავას დაბრუნება დინამო თბილისში, გიორგი ლორიასი. რა პირობები უნდა შევქმნათ ქართულ ფეხბურთელებს, რომ თუნდაც დაბრუნდნენ ჩვენ ჩემპიონატში, იმიტომ რომ ეს ხო თუნდაც ჩვენი ჩემპიონატისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, მეც მიხარია რომ ჩამოვედი. დიდი ხანია უკვე წასული ვარ საქართველოსთან და რაც უფრო წლები გადის, მით უფრო მინდება უკან ჩამოსვლა და მომეცა იმის საშუალება, რომ ვიმუშაო თბილისის დინამოში. ნუ რა თქმა უნდა, არიან სხვა ფეხბურთელებიც, ქართველი ფეხბურთელებიც, რომლებიც ავაგათარიდან წასულები. ნუ მაგათ იმას უნდა შევქმნათ ის პირობები, რომ უკან დაბრუნდნენ. რა ხა თუ პირობებს არ შევქმნით და ნუ ესეთი ის იქნება, რა ქვია, სიტუაცია, მაშინ ისინიც უარს იტყვიან, რა თქმა უნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკვე ფეხბურთელები რო უკვე იზრდებიან რა, უკვე 17-18 წლის ხდებიან და უცებ ისეთი ის მიდის, არ ეძლებათ იმის საშუალება იმ ბავშვებსაც, რომ საქართველოს პირველობა ითამაშონ. ჯობია იმათმა საქართველოს პირველობა ითამაშონ, ვინც სავაგარეთ მიდიან და იქაც არ აქვს უკვე იმ თამაშის ისა პრაქტიკა და მერე იკარგებიან რაღაც 1-2 წელიწად და მერე ისე ბრუნდებიან. მე მგონი უფრო უკეთესი იქნება თუ ითამაშებენ ერთი სეზონი იქნება თუ ორი სეზონი და მერე წავიდნენ. თუ რა თქმა უნდა ახლა ჩვენ არ ვიცი ახლა რამდენი ფეხბურთელი არის გასული საქართველოსთან რა. ძალიან ბევრი, ნუ აქედან შეიძლება ითქვას ძალიან ცოტა არის ისეთ გუნდებში, ტოპ კლუბებში, სადაც ახლა უმეტესობა საქართველოს ნაკრებში თამაშობს რა. და ზუსტად ეგეც არის, საქართველოს ნაკრების მწვრთნელს არ აქვს იმის საშუალება, რომ საქართველოს პირველობას გადახედოს და აქედან ვიღაცა ფეხბურთელი დაიმატოს რა, იმიტომ რომ ხანდახან კონკურენცია რო შეიქმნას რა. ნუ ეგეც პრობლემაა და ნუ ჩვენ მქონდა მაგაზე ლაპარაკი, რომ ისეთ ფეხბურთელები, რომლებიც წასულები არიან, თუ შეიძლება რომ ჩვენთან დაბრუნდნენ გუნდში, ამ იმაზე მუშაობ და იმედია რომ ის ფეხბურთელები, ვისაც ჩვენ დაინტერესებულები ვართ, ჩამოვლენ საქართველოში და დაეხმარებიან თბილისის დინამოს რა. აქ ალბათ პირადი კონტაქტებიც თქვენი ავტორიტეტი იმოქმედებს ალბათ ხო ფეხბურთელებს და ნუ იმედია რა ვიცი, ვეცდები რომ ჩვენ შევუქმნით პირობებს, ისეთ პირობებს, რომ ისინი დაგვთანხმდებიან და ნუ ახლა ხო იცი დღევანდელ ფეხბურთში როგორ არის, დღეს თუ ფული გაქვს, შეიძლება ბევრი რაღაცის გაკეთება, თუ არა გაქვს, ეს უკვე პრობლემა არის, იმიტომ რომ ახლა გადავხედოთ ჩვენი ირგვლივ რა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახისტანი რა, ისინი თამაშობენ ევროტურნირებს. ეს ყველაფერი ფინანსებთან, იმიტომ კი არა, ყაზახი და აზერბაიჯანი და სომხეთის ფეხბურთელი გაიზარდა, არა, ნუ უცხოელები არიან. ლეგიონერები ჩამოყავთ და ნუ გუნდი უკვე აქვს იმის საშუალება, რომ ითამაშონ ევროტურნირები. ხო, ლეგიონერები ისა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ დინამოს აკადემია ბოლო პერიოდში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი წამოვიდა და არიან კიდევ ნიჭიერი ფეხბურთელები. აი როგორ აპირებთ აკადემიასთან თანამშრომლობას და ადაპტირებას იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების კლუბში, რადგან აი ხა უახლოესი ინფორმაცია ყველას აინტერესებს, რა თქმა უნდა, გავრცელდა რომ ხვიჩას უმცროსი ძმა პირველ მთავარ გუნდში ივარჯიშა თქვენთან ერთად და აი ზოგადად აკადემიასთან როგორი ურთიერთობა გექნებათ? ხო, ნუ ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ
ჯობია რომ როგორც ახლა თბილისის დინამოს აკადემია როგორიც არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გაიზარდა ის ფეხბურთელები თუ გადავხედოთ საქართველოს ნაკრებს თითქმის 80% დინამოს ფეხბურთელია ეტყობა ძალიან კარგად მუშაობენ და არის პროგრესი მაგ იმაში რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან ყურადღებას მივაქცევთ გავაკონტროლებთ როგორც შევძლებთ და ყველა იმ ფეხბურთელს რომელიც ღირსი არის რომ თავის ტალანტით, თავისი ნიჭით რომ ითამაშოს პირველ გუნდში, ყველას მიეცემ ის საშუალება. კი, ჩვენ გადმოვიყვანეთ ხვიჩაზმა, უკვე ჩვენთან ვარჯიშა ორი ვარჯიში ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. რა ვიცი, თუ ხვიჩას ვინმე კონკურენტი ეყოლება, ალბათ დავიზმა ეყოლება კონკურენტი რა ქვია. მეორე ხვიჩა ყოლა. რავი, ჩვენ მე თანაც მიყვარს თქვენთვის ასეთი მნიშვნელობა არ აქვს. ახალგაზრდთა მუშა არა აქვს მნიშვნელობა. თავარია რომ გამოვიდეს საქმე გააკეთოს და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა. და ყველანაირად ყურადღებას მივაქცევ და ყველა იმ ფეხბურთელს რომელიც ღირსია მართლა რომ თბილისის დინამოს პირველ გუნდში მოხვდეს ჩვენ მივცემთ ამის შანსს ყველას. სხვათა შორის მეც რო დინამოში ვამთავრებდი ხვიჩაც 16 წლის იყო ჩვენ მეტის ხდებოდა უკვე რომ გადმოიყვანე ჩვენთან კახა იყო გაჭარავა მისცა შანსი. რა ვიცი პროგრესზე უკეთესად თამაშობდა მაშინაც ხვიჩას ეთყობოდა და კარგია ხარ თემურის დახასიათება ჩადიოდა აკუებდა ჩამოდიოდა ტურნიკესთვის ალბათ ყველაზე კარგია ეხა დახასიათება რომელიც პატარა ეხა თუ მართლა ეკუთვნის და რა მნიშვნელობა აქვს არა ჩემთვის ასაკ მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის თქვენთვის არ იყოს ჩვენ მეც იქნება თუ 40-ის თუ აქ თუ ღირსია რომ გამოვიდეს და ითამაშოს და გუნდს დაეხმაროს რა თქმა უნდა რატო არა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აი ხა უახლოესი თამაშები რო თქვა ბათუმში ჩადიხართ იქაც სტადიონი ძალიან კაია გარემო ყოველთვის არაჩვეულებრივია გუნდი სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის ალბათ იმ კონდიციებში სხვადასხვა მიზეზის გამო და თვითონ ბათუმელებიც აცხადებდნენ რომ ესპაიას ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა მივიდეს მოტივაციის თითოეული გუნდისთვის მნიშვნელოვანია გამოფრინდა ყველა კარგია მე არ მქონდა ნანახი ახლოს ბათუმის დინამოს სტადიონი მაგრამ ხო ვითამაშეთ ვეტერანებმა რომ ვითამაშეთ მართლა ფანტასტიკური სტადიონი არა ძალიან კარგი სტადიონი გააკეთეს ქუთაისის კაი სტადიონია პრინციპში ვიქაც კაი მინდორია მიუხედავად იმისა რომ ბათუმის დინამო ბოლო ადგილზე ეს მას არ ნიშნავს რომ ადვილი თამაში იქნება ჩვენთვის ძელი თამაში იქნება როგორც ყველა გუნდისთვის რა ვისაც არ უნდა ითამაშო ყველა თამაში ძნელია რა აქ არ არის რა ქვია მას ფავორიტები რა ქვია ყველა თამაშს უნდა მაქსიმუმ უნდა გააკეთო იმისათვის რომ ცხრილი მეტყველებს ყველაფერი 10 ქულა პირველიდან ბოლო ადგილზე სხვა ჩვენ გვაქვს პრინციპში რა 7 ქულა აქვს და ერთი თამაშის მოგებით 3-4 გუნდი შეიძლება გაუსწრო ამიტომ ყველა თამაში მნიშვნელოვანია. სასიხარულო ის არის რომ ბათუმის კარგი სპონსორი გამოუჩნდა ხო და ხო უბრალოდ ეს პერიოდი ხო ეს პერიოდი ახლა ის რუსეთს მაგრამ იმედია მე რომ ეხსნება მე ალბათ ბათუმის გააკეთებენ და კონკურენციასაც შექმნიან. ის გულშემატკივრობა როცა იძახნია რომ თითქოს ქართული ფეხბურთი დაბრუნდა ამ გულშემატკივრად რაც ხდებოდა რამდენიმე წლის ყველას გვაქვს. ეს ხო სულ რაღაც 2 საათი თქვენი თქვის არ იყოს იქ მაშინ ხვიჩა ჩამოვიდა რუსეთიდან და დავითაშვილი რა ქვია არაჩვეულებრივი გარემო იყო ბათუმში. ეხლა წამოიდგინეთ ბათუმში რომ 20,000 კაცი მოვა ბათუმში სტადიონზე ეს იმას ნიშნავს რომ ფეხბურთი უყვართ რა მაგრამ ისინი ელოდებიან მაგრამ მარტო ლოდინი არაფერს არ მოგვიტანს რა გვინდა ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის რომ გულშემატკივარი იქნება სტადიონზე და ამაზე მინდოდა რომ მეკითხა გულშემატკივარზე ბევრჯერ ვახსენებთ მე ხოთა შორის როდესაც გაჟღერდა თქვენზე დაანონსდა რომ დინამო თბილისის ჩვენ უნდა გავხდარიყავით თითქმის ყველგან ეწერა რომ აი ჩვენ დაბრუნდების სტადიონზე მოვალთ აუცილებლად გულშემატკივრებს და რას ეთყობდით მათ იმ გულშემატკივრებს რომლებიც არ დადიან მით უმეტეს როცა ნაკრების თამაშებს ჩვენ ხედავთ რომ თითქმის არ ვიცი რეკორდულად იყიდება ხოლმე ბილეთები კი ნაკრების თამაშზე პრობლემა არ აქვს ის კი არა რომ 100,000 სტადიონი რო კონდეს ბილეთი არ დარჩება მაგრამ არ ვიტყოდი რომ 100,000 მოვიდეს მაგრამ მოვიდეს 5,000-მდე მაინც რომ დადიოდეს დინამოს თამაში ხო ამ ხელა სტადიონზე რა თქმა უნდა ეს ფეხბურთელებს დაეხმარება ძალიან მნიშვნელოვანია რა ახლა გახედეთ ევროპაში რა და მთელ მსოფლიოში რა თითქმის ყველა მინდვრები ყველა სტადიონი სავსეა გულშემატკივრებით რა ჩვენც გვინდა რომ ჩვენმა ბიჭებმა ახალგაზრდა ბიჭები არიან და იმათაც ჭირდება დახმარება რა აუცილებლად
და რა შეპირდებით დინამოს გულშემატკივარს თემურ ქეცბაია რას ეთქვის მათ? ნუ ჩვენ შრომას არ დავიშურებთ, ვეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დავაბრუნოთ გულშემატკივარი სტადიონზე. ნუ გულშემატკივარი დაბრუნდეს სტადიონზე, უნდა მოიგო თამაშები. თბილისის დინამო არის ახლა, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ხო, თბილისის დინამო იყო, არის და იქნება საქართველოს ნომერ პირველი გუნდი და ეს გვინდა ჩვენ დინამოს დაუბრუნოთ რა პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ეს ერთ ღამეში, ერთ თვეში არ მოხდება, დრო არის საჭირო, იმიტომ იყო ჩვენი შეთანხმება 3 წლიანი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 3 წელიწადი უნდა ველოდოთ რა, ალბათ ახლო მომავალში უნდა დავინახოთ, რომ ამის რესურსი ამის საშუალება არის. თუ იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ გავუძებთ თუ არა და ეხლა მე აქ ხელფასის გულშემატკივარი დაემატა სტადიონზე შენი სახით, ხო? რა თქმა უნდა. და მჯერა. ახლა წარმატებების როგორც თემოსი, ასევე დინამოსი და მთლიანად ეროვნული ლიგის და ჩვენი რა ვიცი, ფეხბურთის. იმიტომ რომ გვაქვს მაგის შესაძლებლობა. ჩვენ გვაქვს მაგალითი ნაკრებისად ბევრს არ ჯეროდა, მაგრამ მიაღწია ნაკრებს. კი. ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ მე ალბათ მადლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მობდანებისათვის და ხშირად მოგვიწევს ჩვენ შეხვედრა ყოველთვის სამაჩო ინტერვიუების შემდეგაც მენია ყოველთვის მატჩის შემდეგაც შეხვდებით არაერთხელ ყოველთვის სტადიონზე ვართ ასე რომ წარმატებას გისურვებთ თქვენ ლაშა დიდი მადლობა მედანია კი დაგემშვიდობებით და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ ყოველთვის ბოლოს ამ ფორმატში შეხვდებით ერთმანეთს ერთ თვით გაგშვიდობებით მსგავსი ფორმატი მაგრამ თამაშებზე ყოველთვის იქ ვართ კი ბატონო დროებით დროებით